მიმდინარე უწყვეტი პროევროპული აქციების ფონზე ქართული ოცნება დემონსტრანტების წინააღმდეგ აქტიურად იყენებს სახის ამომცნობ ტექნოლოგიას, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების მასობრივი დამუშავება პროტესტის ჩახშობისა და მოქალაქეთა დაშინების სტრატეგიის ნაწილი. ამით ქართული ოცნება ცდილობს მოქალაქეებს დაანახოს, რომ მათი ნებისმიერი ქმედება შენახული და დოკუმენტირებულია, რაც სამომავლოდ პასუხისმგებლობის დაკისრების წინაპირობა შეიძლება გახდეს. სოციალური სამართლიანობის ცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ადმინისტრაციული ჯარიმების გამოსაწერად ბიომეტრიული მონაცემების დამუშავება არღვევს მონაცემთა მინიმალიზაციის სამართლიანათა და ღირსების შეულახავად დამუშავების პრინციპებს, აგრეთვე ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს და სწორედ ამიტომ ცენტრი აპირებს ამ საკითხთან მიმართებით სასამართლოში იდეოს. დეტალებს გვეტყვის ცენტრის მკვლევარი და იურისტი თათა ფაჩულია, რომელიც შემოგვიერთდა საქმიანი დილის სტუდიაში. დილო მშვიდობისათა და მადლობა თქვენი დროისთვის. მოდი პირველ რიგში ვთქვათ, რატომ არის რა ტიპის დარღვევა ეს სახელმწიფოს მხრიდან. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. პირველ რიგში ვისარგებლობ თქვენი ეთერით და გამოუცხადებ სოლიდარობას უკანონოდ დაკავებულ 50-მდე პირს და უსურვებ მათ თავისუფლებას, რაც შეეხება თქვენს შეკითხვას. როგორც აღნიშნეთ, მიმდინარე უწყვეტი პროტესტის ფარგლებში რუსთაველის გამზირზე დამონტაჟებული სახის ამომცნობი ტექნოლოგია აქტიურად გამოიყენება აქციის მონაწილეების იდენტიფიცირების მიზნით, ძირითადად გზის გადაკეტვის საქმეებზე. გასული წლის დეკემბერში გავრცელდა ინფორმაცია 112-ის მიერ ამ კამერების შესყიდვის შესახებ. მართალია, შინაგან საქმეთა სამინისტროს არ გავრცელებია დეტალური ინფორმაცია, ვთქვათ, ამ კამერების ტექნიკური მახასიათებლების სრული თუ ათვისებული პოტენციალის შესახებ, თუმცა შესყიდული კამერების მწარმოებელი კომპანიის ოფიციალური მონაცემებით ცნობილი ხდება, რომ ამ კამერებს აქვს მაღალი გარჩევადობა, მათ შორის ღამის საათებში, შეიცავს ოპტიკური ზუმის, ეგრეთ წოდებული ავტოტრეკინგის ფუნქციას, რაც გულისხმობს იმას, რომ ადამიანების გადაადგილებასთან ერთად, თქვათ, გამოსახულების მასშტაბების შემცირებას თუ გაზრდასთან ერთად გამოსახულების ხარისხი არ იკარგება და მას აქვს მაინც მკვეთრი გარჩევადობა. ზოგადად სახის ამომცნობი ტექნოლოგიების გამოყენება დაკავშირებულია უამრავი სახის პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან და მათ შორის არის ბიომეტრიული მონაცემები, რომელიც მჭიდროდ არის ადამიანის იდენტობასთან დაკავშირებული და რა თქმა უნდა, როდესაც საუბრობთ პროტესტის ფარგლებში ამ ტექნოლოგიების გამოყენებაზე, იქვე ცხადია, რომ ეს ტექნოლოგია აგრეთვე ინახავს და აფიქსირებს ადამიანის პოლიტიკური შეხედულების შესახებ ინფორმაციასაც, რომელიც თავისი სენსიტიურობის გათვალისწინებით აგრეთვე ექცევა განსაკუთრებულ მონაცემთა დაცვის კატეგორიაში. ნებისმიერი კატეგორიის მონაცემი და მათ შორის ესეთი სენსიტიური ინფორმაციაც ბუნებრივია უნდა დამუშავდეს კანონით გათვალისწინებული საფუძვლების და პრინციპების დაცვით. მაგალითად, თებერვლამდე მოქმედი კანონმდებლობით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე რეაგირება ავტომატურად არ ქმნიდა ამ მასშტაბით მონაცემების დამუშავების წინაპირობას. ქონდა ზოგადი საფუძველი, საზოგადოებრივი უსაფრთხოება, რომლის, კი ბატონო, ფართო და არაკეთილსინდისიერი განმარტების შემთხვევაში იძლეოდა შესაძლებლობას, რომ თქვათ, პროტესტის ფარგლებში ადმინისტრაციული წარმოების მიზნებისთვის ბიომეტრიული მონაცემები დამუშავებულიყო, თუმცა თებერვლის რეპრესიული ცვლილებებით კიდევ უფრო კონკრეტული ნორმა შეიქმნა, სადაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში პირდაპირ გაიწერა, რომ სამართალდარღვევაზე რეაგირების მიზნებისთვის შეიძლება, თქვათ, განხორციელდეს იდენტიფიკაციის ისეთი ღონისძიებები, როგორც არის ფოტოსურათის გადაღება, ადამიანის ფიზიკური მახასიათებლების ჩაწერა, თუ სხვა ბიომეტრიული მონაცემების დამუშავება, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ რაღაცნაირად ამ ცვლილებებით ფორმალური საკანონმდებლო საფუძველი შეიქმნა, ეს ცხადი არ ნიშნავს, რომ ამ მასშტაბით დამუშავება არის კანონიერი, რადგან პრინციპებთან დაკავშირებით ცალსახად გვაქვს დარღვევები, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონი პირდაპირ მოითხოვს, რომ მონაცემების კატეგორია, რომელიც მუშავდება, უნდა იყოს იმ მიზნის თანაზომიერი, რა მიზნითაც ეს მონაცემები, თქვათ, იწერება თუ ინახება. და როდესაც თანაზომიერებაზე ვსაუბრობთ, აქ ორი კომპონენტია, ხო? პირველ რიგში ზოგადად ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და უშუალოდ გზის გადაკეტვა აქციების დროს, რამდენად შეიცავს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის ისეთ რისკებს, რომელიც აი ამ მასშტაბით ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობაში ჩარევას გაამართლებდა და მეორე არსებობს თუ არა, თქვათ, ნაკლებად მზღუდავი საშუალება ადამიანების იდენტიფიცირებისთვის. პირველ საკითხთან დაკავშირებით საერთაშორისო სტანდარტები, თქვათ, იგივე ევროპული მონაცემთა დაცვის საბჭო თუ დიდი ბრიტანეთის კამერების კომისარი თავის რეკომენდაციაში პირდაპირ აღნიშნავს, რომ აქ აუცილებელია მკაცრად
აკონტროლდეს იმ ადამიანთა წრე, რომელიც ექცევა სახის ამომცნობი ტექნოლოგიების კონტროლის ქვეშ და არათუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ხშირ შემთხვევაში სისხლის სამართლის დანაშაულიც კი, თუ ის არის ნაკლებად მძიმე კატეგორიის, მისი გამოვლენა და პირისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება არ მოითხოვს ავტომატურად ბიომეტრიული მონაცემების დამუშავებას და ამ მასშტაბით, მით უმეტეს ღია სივრცეში, სახის ამომცნობი კამერების განთავსება შეიძლება გამართლდეს მხოლოდ ისეთი განსაკუთრებულად მძიმე დანაშაულის გამოვლენით, როგორც არის ტერორიზმი ან რაღაც განსაკუთრებული საფრთხის აღკვეთის მიზნით. და რეალობაში რამდენად არის შანსები საქართველოს სასამართლოს პირობებში დავა იყოს წარმატებული მოქალაქეებისთვის? ერთ დასუსტებას გავაკეთებ, ჩვენ წარმოება დავიწყეთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურით, შევიტანეთ ინდივიდუალური საჩივრები იმ მოქალაქეების სახელით, რომლებსაც უკვე ჩაბარდათ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და საქმის მასალები, სადაც მათ შორის არის ფოტო და ვიდეო მასალებიც. ცხადია, სამსახური უკვე აწარმოებს თავის ინიციატივით წარმოებას, თუმცა როგორც აღმოჩნდა, ეს მექანიზმი არ აღმოჩნდა, მანდა მაინც ეფექტიანი და ჩავთვალეთ, რომ მონაცემთა სუბიექტის საფუძველზე განცხადება შეიძლება იყოს უფრო ეფექტიანი, იმიტომ რომ დროში არის შეზღუდული ეს მექანიზმი, თან მონაცემთა სუბიექტს აქვს პერიოდულად ინფორმაციის გამოთხოვის შესაძლებლობა და ამ ეტაპზე წარმოება მიმდინარეობს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში. ცხადია, რას არ გვაქვს დიდი მოლოდინი იმისა, რომ თქვათ გონივრულ ვადაში დადგება სათანადო შედეგი, იქიდან გამომდინარე, რომ ეს სახის ამომცნობი ტექნოლოგიებით მონაცემების დამუშავების ფაქტი არ არის პირველი დარღვევა, თქვათ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობაში, რომელიც ჩვენ ბოლო პერიოდის განმავლობაში ვიხილეთ, გვახსოვს გაზაფხულის პერიოდში რუსული კანონის დროს სატელეფონო ზარებით მუხარის განხორციელების ფაქტები და რომელზეც არ იყო სათანადო რეაგირება, არც თქვათ საკანონმდებლო ცვლილებებზე ჰქონია პოზიცია გამოხატული სამსახურს, თუმცა ეს არის მექანიზმი, რომელიც მიგვაჩნია, რომ ყველა მოქალაქემ უნდა გამოიყენოს, თუნდაც იმ მიზნებისთვის, რომ მას მტკიცებულებითი ძალა და დანიშნულება ჰქონდეს საერთაშორისო სამართალწარმოების მიზნებისთვის, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სამართალწარმოების ფარგლებში. აქეთ მიდის ეს პროცესი, რომ საბოლოოდ იყოს სტრასბურგში ყველაფერი ერთად თავმოყრილი. ეს არის მიზანი მათ შორის სექტორისაც არასამთავრობო. თუ ეროვნულ დონეზე არ დადგება სათანადო შედეგი, რა თქმა უნდა, ეს საკითხი განიხილება და გზის გადაკეტვის საქმეებზე ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი ბუნებრივია გარდა შეკრების თავისუფლების, გამოხატვის თავისუფლების თუ სამართლიანი სასამართლოს უფლებისა არის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა ევროპული კონვენციის მერვე მუხლების მიზნებისთვის და ამ კონტექსტში აქვს სწორედ მნიშვნელობა სახის ამომცნობი ტექნოლოგიების მეშვეობით მონაცემების დამუშავებას და მათ შორის როგორ ახორციელებს თქვათ ამ პროცესზე კონტროლს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური. რამდენად დიდია დაჯარიმებულთა რიცხვი? ჩვენ გუშინ ვნახეთ ჯამური თანხა ის იყო 2 მილიონი, თუმცა შეგვიძლია თუ არა რომ ვივარაუდოთ, რომ ეს არის თანხა თუ ჯერ ძალიან დიდ ნაწილს არ ჩაბარები არ არის აღრიცხული და 2 მილიონი მხოლოდ აქედან არის დათვლილი. თქვენ სწორად აღნიშნეთ, მოსალოდნელი არის ამ მონაცემების მნიშვნელოვნად ზრდაც, იქიდან გამომდინარე, რომ ადამიანებს, მათ შორის იმ ადამიანებს, რომელთაც უკვე დაუკავშირდა თქვათ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი და აცნობა თქვათ სამართალდარღვევის გამოვლენის შესახებ, ჯერ არ აქვს ჩაბარებული ადმინისტრაციული ჯარიმები და საქმის მასალები და გარდა ამისა, აქციები კვლავ განგრძობად რეჟიმშია, კვლავ უწყოთ რეჟიმშია და შესაბამისად ყოველდღიურად არსებობს რისკი იმისა, რომ დაიმატოს ამ მონაცემებს ასობით და ათასობით პირის ჯარიმებიც. თეთა მადლობა წარმატებების სასამართლო დავის ნაწილში. თეთა ბაჩულიას უსმენდით მკვლევარს და იურისტ სოციალური სამართლიანობის ცენტრიდან.